შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოსკენ აქციამ მსვლელობას აწყობენ. მარშის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეები. მათივე განცხადებით, შშმ პირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირში შესვლა. მათი განმარტებით ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა ხელშემწყობია, რომ გარემო მათთვის მეტად ადაპტირებული გახდეს. ჩვენი მოთხოვნები არის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას, გამოძიებული იყოს თათია დათაშვილზე და სხვა შშმ აქტივისტებზე თავდასხმები და დევნა, როგორც ვთქვათ, ფიზიკური, ასევე ინტერნეტ დევნა და სამსახურში დავაბრუნონ შშმ და ზოგადად გათავისუფლებული საჯარო მოხელეები, რომლებიც გათავისუფლდნენ, გამოუშვეს, გამოყარეს სამსახურიდან, იმის გამო, რომ თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს, რომ ის გამოც მუშაობდნენ ამდენი წელი, რომ წყალში ჩაიყარა. ახალი არჩევნები და დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ჩვენ გვინდა უბრალოდ დავფიქსირდეთ აქ როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი საქართველოში, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთულია შშმ პირებისთვის საქართველოში ცხოვრება და ესეთ არადაპტირებულ გარემოში და არის დანაშაული ევროკავშირისგან ჩვენი მოშორება, იმიტომ რომ ეს არის ის ადგილი, სადაც შშმ პირების საჭიროებებს ცნობენ.